მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და გამომწერებო და ეხლა ვნახოთ რა მესიჯია სამყაროდან ჩვენთვის. გავაკეთებ ორ ვარიანტზე, ჩაიფიქრეთ პირველი ან მეორე, ან მოусმინეთ ორივეს. რა მესიჯია დღეს სამყაროსგან თქვენთვის, ვინც უყურებთ ახლა ამ ვიდეოს. პირველი ვარიანტისთვის ამოვიდა ესეთი კარტი რა, მოკლედ ეს არის გაურკვეველი მდგომარეობა, რაღაც სიტუაცია, რომელშიც ხართ, არის შიშები, არის არ დანახვა რაღაც მოვლენის, რაღაც გარემოების და როგორც მე ვიგებ ეხლა მესიჯს ფართოდ გახელილი თვალები, ანუ ჯობია სიმართლეს შეხედოთ თვალებში, იცოდეთ მწარე სიმართლე, ვიდრე ცხოვრობდეთ ილუზიებში და გჯეროდეთ ტყუილების და სიმართლე კიდე ყოველთვის გაირკვევა. ეხლა დავამატებ ერთ კარტს კიდე თქვენთვის, ვინც პირველი ვარიანტი ჩაიფიქრა. მამაკაცს ეხება და ანუ მინდა თქმა იმის, რომ იფიქრეთ და იმსჯელეთ ცივი გონებით, იმიტომ რომ ემოციები ამ დროს უნდა გამორთო. კი, იქნება სევდიანი ეს ყველაფერი, არ იქნება ახლა სასიხარულო, მაგრამ ჯობია სიმართლე იცოდეთ, ვიდრე ტყუილში ცხოვრობდეთ. ანუ ესეთი მესიჯია პირველი ვარიანტისთვის. მაგრამ თქვენ ყველაფერს გადაიტანთ, იმიტომ რომ ესეც გაივლის. დიდმა ბრძენმა სოლომონ მეფემ თქვა, ესეც გაივლის, ანუ თქვენ ძლიერები ხართ და ეხლა მეორე ვარიანტისთვის რა მესიჯია თქვენთვის? მეორე ვარიანტს კარგი პოზიცია ამოვიდა იმ მხრივ, რომ თქვენი კარმული პერიოდი დასასრულს მიუახლოვდა ვიღაც მამაკაცთან დაკავშირებით, ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც იყო თქვენს ცხოვრებაში და ეხლა აღარ არის, ან უბრალოდ გაუშვით თქვენი გულიდან, თქვენი ფიქრებიდან და მოდის აღდგენა. სამყარომ შეისმინა თქვენი სწორი ნაბიჯი გადადგით, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, იმიტომ რომ თავისუფალი ნებაში არ ერევიან სამყაროს უზენაესი და უმაღლესი ძალები, ამიტომ ამოდის აღდგენის კარტი, რაც ნიშნავს ნელ-ნელა ეტაპობრივად მიხვალთ თქვენ მიზნამდე, თქვენ სურვილამდე, თქვენ იმ სანუკვარ რაღაც მომენტამდე, რაზეც ოცნებობდით, ამაში დაგეხმარებათ ასევე კონტაქტები. გამოიყენეთ